ეროვნულმა მუზეუმმა ჩინეთის სასახლის მუზეუმთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი ეროვნულ მუზეუმში დაცული აღმოსავლური კოლექციების მოვლას, ერთობლივი გამოფენების მოწყობასა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს. პეკინში მდებარე სასახლის მუზეუმი 980 შენობას მოიცავს და ის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. ამავე დროს აქ დაცული ნამუშევრები იუნესკოს მიერ მსოფლიოში უძველეს ხის ნაკეთობათა უდიდეს კოლექციად არის შეფასებული. მემორანდუმის გაფორმებას დღეს ჟორნა კოპალეიშვილი დაესწრო. ტრადიციულად იმპერატორების სამოსზე გამოისახებოდა ხუთი და დრაკონი, ურჩხული და ყველა იმ ნივთზე, სხვა ნივთებზეც გვაქვს ეს ხუთი და ურჩხული. ეს არის ერთ-ერთი მინიშნება, რომ ეს გახავთ საიმპერატორო ოჯახის საკუთრება. საიმპერატორო სამოსთან ერთად ეროვნულ მუზეუმში მსოფლიო ცივილიზაციის უძველესი კერის არაერთი მემკვიდრეობის ნიმუშია დაცული. ჩინეთის სასახლის მუზეუმმა, რომელიც აკრძალული ქალაქის სახელით არის ცნობილი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მეგობრობის სურვილი თავად გამოთქვა. დღეიდან ურთიერთ თანამშრომლობის ვრცელ გეგმებს ოფიციალურად მოეწერა ხელი. ეროვნულ მუზეუმს აქვს უკვე საერთაშორისო სახელი. ჩვენი ურთიერთობის მთავარი ფორმატი იქნება ჩინურ კოლექციებზე ზრუნვა. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კოლექციები, რომელთა პირველადი დამუშავება მოხდა, ახლა მოხდება მათი უფრო დეტალური კვლევა და კონსერვაცია, რესტავრაცია და ასევე ქართველი მეცნიერების სტაჟირებები ჩინეთში. იმის მაჩვენებელია, რომ აქ დაცული კოლექციები სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს მთელ მსოფლიოში. ჩვენი მუზეუმები ძალიან წარმატებულები არიან სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში და ასევე ეს იმის მაჩვენებელია, რომ ასეთი მსხვილი ინსტიტუციები ჩვენ გამოიხილავენ როგორც სანდო და სტრატეგიულ პარტნიორებს. სასახლის მუზეუმი 1987 წლიდან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, როგორც მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე. მისი კოლექცია იუნესკოს მსოფლიოში უძველეს ხის ნაკეთობათა უდიდეს კოლექციად არის აღიარებული. 800 შენობა და 8000-ზე მეტი ოთახი. ჩინეთის ქალაქ პეკინში აკრძალული ქალაქი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მსოფლიოში ყველაზე მეტ 15 მილიონამდე სტუმარს მასპინძლობს. სასახლის მუზეუმთან თანამშრომლობის მემორანდუმი მომავალში ერთობლივი გამოფენების მოწყობასაც ითვალისწინებს. მე აღფრთოვანებული ვარ იმ საგანძურით, რაც თქვენ მუზეუმშია დაცული. ჩვენი თანამშრომლობა ბევრი რამის გათვალისწინების საფუძველზე შედგა. მუზეუმის ხელმძღვანელთან და მის პროფესიონალ გუნდთან ახლო ურთიერთობა ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტის შექმნას შეუწყობს ხელს. ჩინური სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორია 40 საუკუნეს ითვლის. ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე უძველესი ცივილიზაციის ორი ქვეყანა დღეიდან ერთობლივად იზრუნებს.